მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ მწვანე მკვახე პომიდორის მურაბა, რომელიც მართლაც განსხვავებულად გემრიელი მურაბაა. შინაურულზე არის უამრავი მურაბის და ჯემის რეცეპტი სპეციალურ ალბომში კონსერვები. აქვე ნახავთ წითელი პომიდორის მურაბასაც. პირველ რიგში მწვანე მკვახე პომიდორი დავჭრათ პატარა ასეთ მომცრო ნაჭრებად. აუცილებელია რომ სამურაბეთ მწვანე პომიდორი იყოს სრულიად მწვანე, არ ქონდეს ვარდისფერი გვერდები და შიგნითაც არ ქონდეს ვარდისფერი ნაწილები. როცა პომიდორს დავჭრით ესეთ პატარა ნაჭრებად, შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში და 1 კილოგრამ დაჭრილ პომიდორზე დავაყაროთ 1 კილოგრამი შაქარი და გავაჩეროთ. გავაჩეროთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გამღვება და აი ასე წვენი თვითონ პომიდორს არ ჩაუდგება. არ ვამატებთ წყალს, ამ მურაბას ვამზადებთ თავისივე წვენში. შემდეგ შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ ადუღებიდან 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვთოთ ცეცხლიდან და გავაჩეროთ. აუცილებლად გამორთვის შემდეგ ბოლომდე უნდა გაცივდეს. როგორც ხედავთ, ჩვენი მურაბა უკვე კარგად გაცივდა და გამჭვირვალე ფერი მიიღო. ისევ შევდგათ, ოღონდ ამჯერად დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ მანამდე, სანამ პომიდორი გამჭვირვალე არ გახდება. ზუსტად აი ასეთი გამჭვირვალე და კამკამა მურაბა გამოდის, რომელიც გემოთი ძალიან განსხვავებული და პიკანტურია. ამიტომ აუცილებლად მოამზადეთ და დააგემოვნეთ. თუმცა შინაურულზე არის უამრავი სხვა მურაბის და ჯემის რეცეპტიც. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.